ჩვენ შევთავაზეთ, რომ პარლამენტი ყოფილიყო პირველი ადგილი, სადაც ეს კამპანია დაიწყებოდა, როგორც ადგილი, სადაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის დანერგვისა. იცით, რომ ეს იყო ერთის მხრივ დიდი მუშაობის შედეგი, ამავე დროს რა თქმა უნდა, იყო საკითხი, რომ რამდენად შეძლებდა CESCO რომ აეწია ეს ტვირთი და ჩვენ ვნახეთ, რომ საბედნიეროდ ბევრი პილოტი, რომელიც ჩატარდა, იყო ძალიან წარმატებული და ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი ოპტიმისტური გათვლები დადასტურდა 90% ამორჩევლებისა 2020 წელს შეძლებს, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნობაზე და ასევე ხმა მისცეს ელექტრონული თვალის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან ყველანაირ სპეკულაციას მოუღებს ბოლოს, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა ის თემა, რაც თქვენ გაგიგონიათ არჩევნებთან დაკავშირებით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზე კითხვები, ოქმებთან დაკავშირებით, პარალელურ დათვლის გვახსოვს ჩვენ ეს მთელი პერიპეტიები და ასე შემდეგ, ყველაფერი ესენი ეს საკითხი ტექნოლოგიურად იქნება ამ კითხვაზე პასუხი გაცემული, ისე რომ კითხვის ნიშანის არ დარჩება და პილოტებმა სწორედ ესაჩვენეს, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ბიულეტენები, ბათილობა, ოქმები, ბალანსი, ასე შემდეგ, არც ერთი კითხვა არ იყო. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს ტექნოლოგია დაინერგება, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის ცდილობები მომავალი საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმას. იმიგრანტების ჩართულობის პრობლემაზე საუბრობს ბევრი, ანუ რატომ არ დაუშვათ, რომ ყველა იმიგრანტს ლეგალურად არ არალეგალურად მიეცეს შესაძლებლობა რომ ჩართოს სამარჯვენებში და ბევრი პრობლემა დაიკარგა. ჩვეულებრივად შეიძლება, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთ არიან, როგორც აქამდე იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში, ასევე რა თქმა უნდა, მიიღებენ არჩევნებში, აქ არაფერი არ იცვლება. პირიქით, ეს ელექტრონული ტექნოლოგიები, რომელიც იქნება ელექტრონული თვლელების მეშვეობით, იქნება შესაბამისად, თუ საჭიროება იქნება, არ ვიცი, უბნები რამხელა არის, იმის დამიხედვით ეს ელექტრონული თვლელები გამოყენებული. ამავე დროს თუ საუბრობთ თქვენ დისტანციურად ხმის მიცემის შესაძლებლობაზე, ამ ტექნოლოგიას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში არის დანერგილი და ეს არის დიდი რისკის შემცველი ტექნოლოგია. სულ ახლახან იყო დიდ ბრიტანეთში მაგალითად ელექტრონულად დისტანციურად სწორედ უნდათ ჩატარება პარტიული არჩევნებისა და გააუქმეს იმის გამო, რომ რუსეთის ჩარევის დიდი რისკი იყო და სხვა ქვეყნებშიც იყო ამის პრეცედენტი, მათ შორის გერმანიაში საკონსტიტუციო სასამართლომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც კი მიიღო, რომ ამის ესეთი სავალდებულობა არ დაწესდეს. არის რისკი, რომ მოხდეს ჩარევა და ჩვენ ხედავთ, რომ არის ინტერესები საქართველოს არჩევნების მიმართ გარედან, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ამ რისკებთან არის დაკავშირებული. სხვა მხრივ ყველა საქართველოს მოქალაქეს ექნება რა თქმა უნდა თანაბრად ხმის მიცემის შესაძლებლობა. იმპიჩმენტთან დაკავშირებით კითხავთ იმაზე, რომ რეგლამენტში შედის ცვლილებას, ეს რას ნიშნავს, როდესაც ფარული კენჭისყრა აღარ იქნება და დღეს თქვენი ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართულოს შეეშინდა მისი რეგლამენტების და ამიტომ იღეს ახლა ეს გადაწყვეტილება, რომ ახადდეს ეს კენჭისყრა. რა სიტყვით თქვენ, რა მოლოდინი არის პრეზიდენტის საკითხს უკავშირდება თუ არ უნდა რომ ამასაც ამბობდნენ? უბრალოდ რადიკალურ ოპოზიციას რომ აქვს არამხოლოდ კომპეტენციის პრობლემა, არამედ როგორც ჩანს წერა-კითხვის პრობლემაც აქვს. ეს ერთია, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით საპარლამენტო ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, მოგიწოდეთ, თქვენ ძალიან კარგად იცით საპარლამენტო პროცედურები და ყველა დარწმუნებული ვარ, გაეცნობოდით ამ კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით არ ხდება მისი განხილვა, ან მისი მიღება მოხდება კარგა ხნის შემდეგ, როცა გადაწყდება იმპიჩმენტის საკითხი. არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. სინამდვილეში ეს არის დაკავშირებული იმ ცვლილებებთან, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება პარლამენტის რეგლამენტში, გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრად, პროცედურების დასახვეწად და კერძოდ ეს ცვლილება შეეხება შემდეგ საკითხს. ჩვენ არსებულ რეგლამენტში არის საკითხები, რომელიც ფარული კენჭისყრით ხდება და რომელიც ღია კენჭისყრით. მათ შორის სხვადასხვა თანამდებობაზე არჩევის დროს. თუ ჩახედავთ დღევანდელ რეგლამენტს, არის აბსოლუტურად უსისტემო. მაგალითად, საქსტატის საბჭოს წევრს ვირჩევთ ფარული კენჭისყრით და კომუნიკაციის კომისიის საბჭოს წევრს ღია კენჭისყრით. ანუ არანაირი, ასე ვთქვათ, ლოგიკა არ არის, რაღაც გარკვეული არ ვიცი რა მიზეზები იყო, რომ ზოგი ასე ჩამოყალიბდა და ზოგი ისე ჩამოყალიბდა. ჩვენ ინიცირების იდეა არის შემდეგი, რომ ისაც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული როგორც ფარული კენჭისყრა, მხოლოდ მასზე იყოს ფარული კენჭისყრა და ეს არის ერთადერთი კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, სხვა დანარჩენი კენჭისყრები იყოს ღია,
იმისთვის რომ მათ შორის იყოს გამჭვირვალე საზოგადოების ცნობები. თქვენი ცით რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც გავხსენით კენჭისყრა და გავხადეთ ღია. ამიტომ თუ შეხედავთ სიას, რომ მაგალითად ფარული არის საქსტატი, საპენსიო ფონდის საბჭოს წევრების არჩევა არის ფარული რატომღაც კომუნიკაციის კომისიის არჩევა მაგალითად მის წევრებს არის ღია. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლის არჩევა არის ფარული და უზენაეს სასამართლოს არჩევა არის ღია. ანუ ლოგიკა არ არის და ამიტომაც ფიქრობ რომ ეს წაადგება პირიქით უფრო გამჭვირვალობას ჩაიდო თავი არგუმენტი მაშინ იყო ის რომ დეპუტატს ქონოდა მეტი დაცულობა გადაწყვეტილების მიღების დროს და მასზე არ ყოფილიყო რაიმე გავლენის განხორციელების შესაძლებლობა. თქვენაზეც საუბრობთ, ეს შეიძლება პრობლემა არის ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს დეპუტატის უფლება რომ იყოს დაცული რაიმე გავლენისგან. უბრალოდ ეს არგუმენტი არ არის ვალიდური, ვინაიდან მაშინ რა ლოგიკით არის ფარული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლის არჩევა, ანუ აქ უნდა დავიცვათ დეპუტატი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის დროს არ ჭირდება დაცვა. ანუ ეს ლოგიკა აქ არ არის, ეს ნათქვამად კი იყო, მაგრამ არ არის ეს ლოგიკა აქ ჩადებული და ამიტომაც ეფუძნება მთლიანად კონსტიტუციურ ლოგიკას, სადაც კონსტიტუციაში ფარული იქნება ფარული, სადაც არის იქ არ იქნება. რაც შეეხება ნდობა ანდობის, ვინ არენდობა საკუთარ გუნდის წევრებს ხედავთ, ხომ? იმდენად არენდობიან ერთმანეთს, რომ არც კი შემოდიან დარბაზში, რომ შემთხვევით თითი არ მიეჭირონ. ამიტომ პირიქით გამჭვირვალობა მათ აშინებთ, იმიტომ რომ ის ჩამოშლა, რაც მათ აქვს გუნდში, გამოჩნდება ზუსტად ასეთი კენჭისყრების დროს და მათ აშინებს სწორედ ეს გამჭვირვალობა. მოკლედ ერთი რამე, ანუ ეს კიდევ ამას უპასუხო. ორეთ იმ გუნდს დეპუტატს ედობით თქვენ რომ ყველა მხარს დაუჭერს ამ ყველაფერს და იმპიჩმენტზე რა მოხდება? უყურე კიდევ ერთხელ იმპიჩმენტთან საერთოდ კავშირში არ არის ეს ცვლილება, ვინაიდან იმპიჩმენტის საკითხი დადგება, რა ვიცი, ერთ-ორ კვირაში და ეს ცვლილება იქნება ნოემბრის ბოლოს დაახლოებით, ანუ არანაირი კავშირი არ არის, არის სხვა საკითხებთან ერთად. მთავარი პრინციპი არის კონსტიტუციაში რაც არის ფარული, ის იქნება ფარული, დანარჩენი უნდა იყოს ღია გამჭვირვალების. რაც შეეხება ნდობას, მე მგონი ეს ნდობა არაერთხელ დადასტურდა გუნდის შიგნით და არ ვიცი. ხედავთ უნდობლობა, ხდებათ უნდობლობა სად არის? უნდობლობა არის ოპოზიციაში, რომელიც იმისთვის რომ იმის გამო რომ ნდობა არ აქვს და ერთმანეთს არ ენდობიან, უბრალოდ არ შემოდიან დარბაზში უკრძალავენ შემოსვლას დეპუტატებს იმისთვის რომ ხმა არ მისცენ. პირიქით, აი ღია რო იქნება კენჭისყრები, მაგის ეშინიათო შემდეგ გამოჩნდება რამდენად დაქსაქსული არის როგორც დეპოლარიზაციაზე გეკითხება ბატონო. დეპოლარიზაციაზე თქვენი განცხადება. ტელეკომპანია ფორმულას როგორ გადაწყვეტილებას ეხება ზოლა მედიაზე. როდესაც პრინციპულად არ არის ბრალდები არ არის სამართლებრივად დადასტურებული. აი რას ნიშნავს ეს განცხადება, მე მოუწოდებ ფორმულას და ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. ესეთი აზრი დაბადებულა ოდესმე ფორმულას რედაქციაში, რომ შემთხვევით ხომ არ ჩაატარებდით ჟურნალისტურ გამოძიებას, რომ ის 5 მილიონი რომელიც მან მოპარა ქართულ ხალხს და რომელთაც შემდეგ შექმნა თქვენი ტელევიზია. ის პენსიონერების ფული, რომელსაც ის პარავს ევროპელებს და რომელსაც BBC საუბრობდა. რა თქმა უნდა არის, განაჩენი 5 წელი, 10 წელი აქვს მისჯილი დავით კეზერაშვილს და ამნისტიის გამო განახევრებულია 5 წელზე და გარდა ამისა გეტყვით 5 მილიონი ევრო აქვს დასაბრუნებელი ქართულ ბიუჯეტში და ნაცვლად იმისა, რომ ქართულ ხალხს დაუბრუნოს 5 მილიონი, ის 9 მილიონს ხარჯავს ფორმულას პროპაგანდაში და ეს გამოჩნდა ფარას გეტყვით. მithumetes როდესაც კანდიდატის სტატუსზე შეფასება უნდა იყოს ცოტა ხნის წინ და აშუ კანდიდატთან კეზერაშვილი რაშუაში. უყურეთ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის წყალობით ნახეთ რომ ფორმულა სახელით დადებულია ხელშეკრულება ლობისტებთან დაახლოებით 9 მილიონ დოლარზე იმისთვის რომ ის დეზინფორმაცია რომელიც შეეხება დავით კეზერაშვილს და ამას ფუთავს ასე ვთქვათ მათ შორის მისი მედია ეს დეზინფორმაცია გაიტანონ თითქოს ის არის მედია მენეჯერი, დევნერი და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს არის კრიმინალი და სინამდვილეში ევროკავშირის მათ შორის ევროპის პასუხისმგებლობა არის რომ ის ადამიანი რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი და დადასტურებული ეს დანაშაულები და რომელიც
რომელიც დადასტურებულად ვიცით, თავს საკუთარი აღიარებს, საქართველოში აფინანსებს მედიას, აქვს მას საკუთარი მედია, აფინანსებს პარტიებს თავისი აღიარებით და აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი აღიარებით, რომელიც ზუსტადაც პოლარიზაციისკენ არის მომართული. ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში ზუსტად ეს იქნებოდა, რომ გადმოსცენ საქართველოს დამნაშავე, რომელიც თავს აფარებს ევროპას. ბრალდებები და დასავლეთი არ გადმოსცემთ ბატონიშალვა. რა თქმა უნდა, დადასტურებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი თუ ვინმე თავშესაფარი მაგას ვამბობ, კრიმინალებს თავშესაფრის მიცემა არ უნდა ხდებოდეს კრიმინალებს. რა თქმა უნდა, დადასტურებულია. უყურეთ, დადასტურებული კი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ნათელი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. 5 მილიონი ქვითრებში გაწერეს, თითქოს ჩატარდა ჯარის წვნა 2008 წლის ომამდე 6 თვით ადრე თითქოს ჩატარდა. არ არსებობს არც ერთი ჯარისკაცი, ვისაც ეს წვნა ჩაუტარდა. ქაღალდზე იყო ეს ყველაფერი. ქაღალდზე იყო ეს ყველაფერი. ქაღალდზე იყო ეს ყველაფერი და ეს არის აბსოლუტურად. ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება. ჩაატარეთ ჟურნალისტური ბატონიშალვა სერგი კაპანაძე საუბრობს რომ კომენტარი წერილი პირობი პასაჟი რაც იყო თვითონ მიმართვაში სერგი კაპანაძე საუბრობს თქვენი პასაჟი რაც იყო ამ წერილში რომ გითხრათ თვითონ ამ ფორმულის გარდა თვითონ მიმართვაში რაც ხონდათ კრიმინალსა და თქვათ ხო არა მე უყურეთ მე მათ შორის ჩვენ ევროპელ კოლეგებთან საუბრის დროს და თუ გახსოვთ შარშან წლიური ანგარიშის დროსაც თქვი რომ სინამდვილეში საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში არამედ რადიკალიზაციაში და ქართულ რადიკალიზაციაში დერადიკალიზაციისთვის თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ასევე ევროპელებმაც იმისთვის რომ საქართველოში რადიკალიზაცია დაიწვეს და პოლარიზაცია შემცირდეს. ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი. კერძოდ, იმით რომ დავით კეზერაშვილს არ გადასცემს საქართველოს, იმით რომ მიხეილ სააკაშვილის სადაფარებდა თავს, ევროპაში აფარებდა თავს და არ გადმოგცემდა და ნახეთ, შედეგი რაც იყო რევოლუციური გეგმები. იმით რომ მათ შორის ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში არის და ევროპაშიც დადის და სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან გამართული სისხლისამართლის საქმეებით და სამი ინსტანციით დამნაშავებად უნდა გადმოგცემ. ამის და შესაბამისად ეს იქნებოდა მათი წვლილი დეპოლარიზაციის და პირიქით. მანამ სადამ დავით კეზერაშვილს შეფარებული ყავთ ევროპაში, რა თქმა უნდა ამ დროს როცა ვისმენთ საქართველოს მიმართ პრეტენზიებს რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, იმ ევროპისგან რომელიც ამოვედოს დამნაშავეს, რომელიც ქვეყანაში ურევს სიტუაციას და აფინანსებს რადიკალიზმს, რა თქმა უნდა ასეთ პრეტენზიების დროს უკვე ჩვენი პასუხები გვაქვს. განსაჩნდება რომ დასავლეთსა ორგანიზებას მონაწილეობს დეპოლარიზაციაში. ამ ნაწილში რა თქმა უნდა, რაც შეეხება პოლარიზაციის პრობლემას, რა თქმა უნდა, იმით რომ ევროპაში შეფარებული იყო მიხეილ სააკაშვილი და იმით რომ ევროპაში დღემდე შეფარებულია დავით კეზერაშვილი, რა თქმა უნდა, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციას. ბატონიშალვა იმ ევროკავშირმა რომელზეც თქვენ ამბობთ ბატონიშალვა სერგი კაპანაძის სტატია ვნახეთ სადაც საუბრობს ევროკავშირმა კონკრეტული პირობები უნდა დაუწესოს საქართველოს ეხება სააკაშვილის პრობლემის მოგვარებას რუსეთის სანქციების დაწესებას როგორ აფასებთ ამ პოზიციას და ასევე ისიც რომ გითხრათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ქვეყანას რას მოუწევს გარკვეულწილად სრული დეჟავუ არის შარშან ივნისამდე მდგომარეობის თუ გავიხსენებთ შარშან კანდიდატის საკითხის გადაწყვეტამდე მაშინაც ჯგუფმა ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციებისა NGO დიდარი NGO-ების წარმომადგენლება ნახეთ მაშინაც დაიწერა სტატიები სოროსის ფონდის მხრიდან სტატია რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და მხოლოდ პერსპექტივა უნდა მიენიჭოს და ნახეთ შემდეგ მათ შორის მათი მცდელობები მთავრობის გადაყენებისა და NGO-ების ჩართულობისა მთავრობის ფორმირებაში დღესაც ხედავთ ზუსტად იგივე ნაბიჯებს ამ შემთხვევაში გრასი რომელიც გახავთ ერთ-ერთი მონაწილე სხვათაშორის სტატუს მეტრისა, პირდაპირ ამბობს, რომ ევროპამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმ პირობით უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუ კი იქნება მოთხოვნილი სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა, ანუ მის გათავისუფლება და თუ კი მოითხოვენ საქართველოსგან დაუწესოთ სანქციები რუსეთს, ანუ
პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაცია გრასი ითხოვს, რომ საქართველოს დაუწესოს რუსეთს სანქციები, ანუ შეიყვანოს საქართველოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკში და ეკონომიკური კოლაფსის რისკში. ამას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვები არ გამიჯვნიან, მე როგორც ვატყობ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვების პოზიციაც მოვისმინოთ. გარდა ამისა, სოროსის ფონდის ხელმძღვანელი სულ ახლახან სექტემბერში გამართულ კონფერენციაზე ამბობდა, რომ ისინი ევროპელებთან კომუნიკაციის დროს ხაზგასმით ითხოვენ, რომ კანდიდატის სტატუსი თუ მიენიჭება საქართველოს, მიენიჭოს ისე, რომ ხაზი გაისვას, რომ ეს ამაში არ არის ხელისუფლების დამსახურება. ამას აკეთებენ ეს ელიტური NGO-ები, იქნება სოროსის ფონდი, გრასი, თუ სხვები, რომლებიც ამავე დროს არიან ამ სტატუს მეტრის შემდგენელი, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ავიცი, ამაზე მეტი ანტიქართული ქცევა რა შეიძლება იყოს, როდესაც ევროკომისია ამბობს, რომ 3 რეკომენდაცია არის შესრულებული და ქართული თავის თავს ეძახიან ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთი არის რეკომენდაცია მხოლოდ შესრულებული და უფრო მეტიც შეუსრულებელ რეკომენდაციად ისინი თვლიან სახალხო დამცველის არჩევას, რომელზეც შეგახსენებთ ზუსტად ეს ელიტური NGO-ები თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს და ახდენდნენ ზეწოლას ოპოზიციაზე, რომ არ მიეცათ ხმა, რაც არის აბსოლუტური დარღვევა ყველანაირი ნორმებისა და უცხოური ფულით დაფინანსებული NGO-ები ამას რო აკეთებენ, ეს კიდე სხვა პრობლემა არის და მეორე, თუ კი არ შესრულდა სახალხო დამცველის არჩევით რეკომენდაცია, რა ვქნათ ახლა? გამოდის ვერც ვერასდროს შევასრულებთ, ხო? ანუ აბსოლუტურად ასე ვთქვათ გადაწორული აქვს საერთოდ ქვეყნისთვის იმედი, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს არის ზუსტად ანტიქართული კამპანიის ნაწილი, რომელიც ჩვენ შარშან ივნისში ვიხილეთ, როდესაც სტატიები იწერებოდა, შემდეგ აქციები იმართებოდა რამდენიმე ელიტური NGO-ს ორგანიზებით და ზუსტად იგივე ანტიქართული კამპანია არის ახლა რამდენიმე ელიტური NGO-ს მხრიდან და ამიტომ მე განსაკუთრებით მიმართავ სამოქალაქო საზოგადოებას, ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და არა აი ამ კლანს NGO-ებისა, რომელიც გრანტების 90%-ს რამდენიმე მილიონს ფლობს და ხარჯავს საქართველოში. ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავ, რომ ეხლა მომენტი არის ის კი არა, რომ ჩუმად პირად საუბრებში ისაუბროთ და გქონდეთ პრეტენზიები ამ ელიტური NGO-ების მიმართ. არამედ თქვათ ხმამაღლა, რომ არ ეთანხმებით. პირად საუბრებში რომ ამბობთ, რომ არ ეთანხმებით სტატუს მეტრის შეფასებას, თქვი დღიად, რომ არ ეთანხმებით. პირად საუბრებში რომ ამბობთ, რომ არ ეთანხმებით გრასის პოზიციებს და სერგი კაპანაძე NGO-д რო არ მიგაჩნიათ ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო პოლიტიკაში, ორჯერ იყო არასამთავრობო სექტორში და მაინც და მაინც უნდათ რომ ის იყოს წარმოჩენილი როგორც ლიდერი არასამთავრობო სექტორისა, თქვენ თუ პირად საუბრებში ამას ამბობთ, თქვენ საჯაროდ, რომ არ მიიჩნევენ მას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად. აი ეს არის რაც დღეს მოეთხოვება არასამთავრობო სექტორს. კანდიდატის სტატუსის თემასთან დაკავშირებით ეს შემდეგი კითხვები იყო ფორმულირებით. ერთ-ერთი იყო შობს ქართული ოცნების პირობებში არ მოხსენ კანდიდატს. ამან შეიძლება გაზარდოს ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის შანსი. ბატონო შალვა, ამ შეკითხვებს ახლა პასუხი. მოკლედ. ხო, ეს ცალკე სკანდალია კიდე, რომელიც გამჟღავდა ამ კვლევებთან დაკავშირებით. პირდაპირ ჩანს, რომ ამ კითხვებით ხდება შემზადება და ტესტირება, რამდენად არის გარემო მზად იმისთვის, რომ მოხდეს არეულობა და მათ შორის ძალადობა და ამით იკვრება ის სურათი, რასაც ჩვენ ვაგვირდებით. ერთის მხრივ ხდება ტრენინგების ჩატარება, სადაც ისეთი სიტყვებთან შეგუება ხდება, როგორც არის რევოლუცია, ჩამოშლა, იარაღის აწყობა დაშლა. ამ ყველაფერს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის ასე ვთქვათ, სამოქალაქო განათლება ახალგაზრდების სინამდვილეში. ეს არის შეგუება რადიკალიზმთან, იმისთვის, რომ საქმეზე რომ მიდგება, როგორც კი იქნება სიგნალი ამის, არავინ არ მოერიდოს იმას, რომ მოლოტოვის კოქტეილს მოკიდონ ხელი და ამიტომ არის უცხოური დაფინანსების რამდენიმე NGO პირდაპირ რომანტიზებას ახდენს მოლოტოვის კოქტეილისა, მოკიდონ ხელი ესოლონ ადამიანს და ცოცხლად დაწვასადონ ადამიანის და მეორე მხრივ ხედავთ კვლევებს, რომელიც სწავლობს ველს, რამდენად შეიძლება იყოს სათანადო ეს ველი. სხვათა შორის ეს კვლევა ნახეთ, რომ CRRC გაემიჯნა მთლიანად ამ კვლევას, ესეც საინტერესო მოვლენაა საერთოდ. ბევრი კვლევა არის ჩატარებული, რომელიც CRRC ატარებს ხოლმე და აცდენილია რეალობას და ეხლა როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ძალიან სახიფათო კვლევასთან აქვს საქმე. არის როგორც გავიგეთ ორგანიზაცია ზინკის დაკვეთით. ეს ის ორგანიზაცია არის, რომელიც ვითომ დეзинფორმაციას ერთვის სინამდვილეში საქართველოში ახლაც მიმდინარეობს მანიპულაციური კამპანია ევროკავშირთან დაკავშირებით, სახელწოდებით ახლა, სადაც ისინი ასე ვთქვათ, მანიპულაციურად წარმოაჩენენ, ანუ ასე ვთქვათ,
წარმოაჩენენ თითქოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით იყოს რაღაცები დაკავშირებული, ისე არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის ფინანსდება არა ევროკავშირის მხრიდან, არამედ რომელიღაცა ამერიკული ფონდებიდან. ევროკავშირი საკმარისი მე თავის დროზე ეს მე მოვიკითხე სად ფინანსდებოდა და ევროკავშირისგან მივიღეთ პასუხი, რომ ისინი არ აფინანსებენ და რა თქმა უნდა ისეთ манипуляციურ კამპანიებში სადაც ხდება ასე ვთქვათ გაზვიადება საკითხების და არარეალისტური მოლოდინების შექმნა, ასეთ კამპანიას ევროკავშირი არ აფინანსებს. ამიტომ საინტერესოა, რომ საერთოდ ევროკავშირის თემებზე რომელიღაცა ამერიკული ფონდებიდან ხდება დაფინანსება და რაც თავარია ასეთი манипуляციური კვლევებისა, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ არის მზადება რადიკალური დღის წესრიგის. ბატონო შალა, მე ვიყავი რიგში, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. გიპასუხეთ ამ მოდგენას. რამდენი ხანია გველოდებით და მაშინ წავალ და მომბოლოს ისთვის რეალური რჩება და მუშაობა გრძელდება რომ გნიტრალდეს და გარკვეული მასალების მეც მაკითხო, მაგრამ ველოდები. ისი რაცაა? ანუ ბოლო პერიოდში რა გამოძიებაც დაიწყო ამ კონტექსტში. არაერთი ადამიანი გამოვიკითხა იგივე ორგანიზაციის წარმომადგენლები და არ არის გამორიცხული რომ პოლიტიკოსების გამოკითხვაც გახდეს საჭირო. ვერ გეტყვით რა იქნება, თუმცა ერთი რამე რა თქმა უნდა ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქამდეც რა თქმა უნდა მოქმედებდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ასეთი სცენარი არიდებული ყოფილიყო. ეს ანგარიშებშიც არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ, რომ იყო კონკრეტული ღონისძიებები გატარებული წარსულშიც, იმისთვის რომ დესტრუქციული და რადიკალური და ძალადობრივი გარკვეული რაღაც გეგმები ჩაშლილიყო. ის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწია ახლა ამ გამოძიების ასევე საჯაროდ გამოტანა, ესეც უკვე ნიშანია იმისთვის, თუ რამდენად სერიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე, რამდენად შორს წასული იყო ეს საკითხი, ამიტომ ამას ყველა რა თქმა უნდა სერიოზულად მოეპყროს და რაც თავარია, ნელ-ნელა ჩანს ამის გარშემო საჯაროდაც გამოდის სხვადასხვა მტკიცებულებები, იქნება ეს თუნდაც ზინკის კვლევა, იქნება ეს სხვადასხვა ტრენინგები, რომელიც სტარდება, ეს ყველაფერი კრავს ძალიან კარგად იმ სურათს, რომელიც საჯაროდაც ჩანს, რომ არის მცდელობა, მათ შორის ამ სტატიებს, განცხადებებს სტატუსთან დაკავშირებით, კრავს ამ სურათს, რომ არის მზადება იმისთვის, რომ მოაწყონ გარკვეული არეულობა, ის რაც შარშან ივნისში სცადეს NGO-ებმა, რომ მოეხდინათ აქ ფაქტობრივი, ესე ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლა არაფორმალური მმართველობით, როდესაც NGO-ები უნდა ყოფილიყვნენ ჩართული მთავრობის დაკომპლექტებაში, რაც არის პირდაპირ ანტიკონსტიტუციური ქცევა და არაფორმალური მმართველობის მოთხოვნა მათი მხრიდან. და მაშინ ეს არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი გაერკვა ძალიან კარგად მდგომარეობაში. ახლა როგორც ჩანს, მეორე სერია არის დაგეგმილი ასეთი დესტრუქციისა. მაგრამ კიდევ ერთხელ, მათ შორის პოლიტიკოსი იქნება თუ რაც არ ვიცი ხარ, რაც შეეხება თვითონ პროცესს, ამას თავად უსაფრთხოების სამსახური მიხედავს, მაგრამ ჩვენ რეაქციებიდან ვატყობთ, ხომ? მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებთან დაკავშირებით, ვის ჰქონდა რეაქცია, პირდაპირ ხდება ადამიანების წარმოჩენა, ვის ჰქონდა ჩანაფიქრში ზუსტადაც გარკვეული რადიკალური გეგმები. ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ, ხელისუფლება რას აპირებს ახლა ამ ადამიანების ევაკუაციისთვის და იქიდან გამოყვანისთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გაუშვა ერთმფრენებით ვინთფრინავები, რომ უკან გადმოიყვანა საკუთარი მოქალაქეები. ჩვენ კიდევ ხედავთ, რომ ამ ორ დღეში ბილეთები 500 ლარიდან 2097 ლარი ეწერა ბილეთს, ანუ ბილეთებიც კი გაიზარდა. რას ვაკეთებთ იქ მყოფი ადამიანების? რაც შეეხება ის თქვენ ნახეთ პირველივე წუთებიდან საქართველოს საელჩო არის ჩართული იმისთვის, რომ კონდეს კომუნიკაცია ყველა საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც იმყოფება, მათ შორის გადაამოწმონ ხომ არ არიან იმ ტერიტორიაზე ხომ არ იყო საქართველოს მოქალაქეები, ინფორმაციით რაც ჩვენ გვაქვს, იცით რომ ჯერ ასეთი ფაქტები არ არის, ის მოქალაქეები, რომლებიც
იმყოფებოდნენ სხვადასხვა დროებითი მიზნით ისრაელში, მათთან არის კომუნიკაცია და შესაბამისად ზომებს მიიღებს მთავრობა იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. შეიძლება ბირეთის ფასის გაზრდას 2 დღეში რატომ გაიზარდა? ამაზე ფასებთან დაკავშირებით მე ფასებთან ვერ გეტყვით, არ ვიცი რა გესაუბროთ. მორალურად გამართლებული. არ ვიცი უბრალოდ რასთან დაკავშირებით საუბრობთ. სახელმწიფოს პოზიციას რაც შეეხება გითხარით, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, იმისთვის რომ დადგინდეს მათი არდგილ სამყოფელი და იყოს უზრუნველყოფილი, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხოდ და ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩო მეშვეობით აკეთებს. ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს როლზე როგორც ჩუამალაზე აზერბაიჯანსა და ფასი რატო იზრდება მაშინ ბატონშალვა? ვერ გეტყვით ამაზე არც მაქვს ინფორმაცია. საქართველოს როლზე როგორც ჩუამალაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და კიდევ ერთი პასაჟი პრემიერმა თქვა რომ რეგიონში თავად ჩვენ უნდა უწყვეტოდეთ ჩვენ საკითხებს, ჩვენს განვითარებას და ასე შემდეგ. პირველ რიგში თუ კი გამოვა ისე რომ აზერბაიჯანი და სომხეთი სწორედ ჩვენგან მოითხოვენ შუამავლობას, ეს ჩვენთვის რას ნიშნავს და რამდენად კარგად გავართვით თავს. საქართველოს ამის ერთადერთი ქვეყანა არის, რომელიც მიმართაც როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს აქვს ნდობითი, სრულად ნდობითი ურთიერთობა და ეს ჩვენი განსაკუთრებულობა არის სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს წლების განმავლობაში საკუთარი მეზობლების მიმართ ატარებს. და ეს ნდობა ერთის მხრივ მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ ეს ნდობა არის რაცაც ჩვენ ყოველთვის თავაზობდით ჩვენს მეგობრებს სომხეთში და აზერბაიჯანში იმისთვის რომ საერთო რეგიონული ნდობა ჩამოყალიბდეს. ამიტომ ამისი კარგი გამოცდილებაც არსებობს რომ მათ შორის საქართველოს პრემიერის მონაწილეობით შედგა შეთანხმება გახსოვთ და ტყვეები იქნა სამხედრო ტყვეები გაცვლილი ნაღმების რუკების სანაცვლოდ და ამიტომ ეს კარგი გამოცდილება გამოსაყენებელია მათ შორის ჩვენ უცხოელ კოლეგებსაც ყოველთვის თავაზობთ ხოლმე რომ საქართველოს როგორც შუამავალი გამოიყენონ რა თქმა უნდა ჩვენ აქ გვჭირდება გაძლიერება სხვა ქვეყნებისგან იმისთვის რომ ეს როლი ეფექტიანად შესრულდეს. ოჩამჩირესთან დაკავშირებითაც გითხავთ ეს სამა კაი ალიევის ვიზიტი ზოგადად ეკონომიკური რა თქმა უნდა ეს თავად ეს ვიზიტი და თავად ტენდენცია რომ მაღალი დონის ვიზიტები ასე ვთქვათ დინამიკა არის ძალიან გაზრდილი აჩვენებს იმას რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს არა მხოლოდ ქაღალდზე არამედ ეს არის ის რასაც ჩვენ ყოველდღიურად რაზეც ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ და მათ შორის აჩვენებს არა მხოლოდ ვიზიტებით არამედ იმ ერთობლივი პროექტებით რომელიც ხორციელდება და ეს განსაკუთრებული პატივისცემა რომელიც არსებობს ხელისუფლებებს შორის არის განსაკუთრებული მიღწევა და ვფიქრობ ამას ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ ძალიან კარგად იყენებს ორივე ქვეყნის ხელისუფლება. ანატოლის კონტექსტი იყო ყველაფერში რომ შესაძლოა რომ ის გაიზარდოს აზერბაიჯანის ინტერესი ჩანაცვლოს ჩინური ინტერესი ანუ აი რა შეიძლება ველოდოთ ამ ვიზიტიდან ჩვენ გუშინ ითქვა კიდევაც ჰეიდარ ალიევის დამსახურებაზე ორ ქვეყანას შორის და მე მინდა აქვე კიდევ ერთხელ სწორედ ისტორიული პერსპექტივიდანაც შევხედოთ 90-იან წლებში, როდესაც იყო საუბარი აბრეშუმის გზაზე და მაშინ სწორედ ჰეიდარ ალიევი, ედუარდ შევარდნაძე, თურქეთის მაშინდელი ხელმძღვანელობა იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ისტორიული გარკვეული მისია, ასე ვთქვათ, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონს დამაკავშირებლისა ევროპასა და აზიას შორის გააცოცხლეს ისე რომ ყავდა ბევრი სკეპტიკოსი მაშინათვე რომ რამდენად იქნებოდა ეს გზა და ის რომელიც პერსპექტივაში ეკონომიკურად მიმზიდველი იქნებოდა. დღეს ყველა ხედავთ რომ ეს არის რეალობა. სწორედ ჩვენი ყოფილი ლიდერების 90-იან წლებში ჯერ კიდე დაწყებული იდეების საბოლოო ხორცშესხმა არის. საქართველოს და რეგიონის ყველა ქვეყანას დღეს აქვს უნიკალური შესაძლებლობა რომ გზა რომელიც არის უმოკლესი ყველაზე სწრაფი, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე იაფი დამაკავშირებელი ევროკავშირსა და აზიას შორის ამ გზას მივცეთ სრული დატვირთვა. რა თქმა უნდა, აქ ყველა ქვეყნის მონაწილეობა მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აზერბაიჯანის, რომელიც კასპიასთან აკავშირებს უკვე საქართველოს. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს ინტერესი აზერბაიჯანისა ამ ასე ვთქვათ დერეფანთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი, იმიტომ დერეფანი თავის მხრივ თავისით ვერაფერს ვერ მოიტანს
თუ კი არ არის ინტერესი იმ ქვეყნებისა, რომელიც ამ დერეფანის ნაწილი არიან და იმ ქვეყნებისა, რომელმაც ამ დერეფანში შემდეგ უნდა გაატარონ სხვადასხვა ტვირთი იქნება თუ ენერგორესურსი. ბატონშავა 40-მე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამართა ბრიფინგი ბარემ დავასრულებ. ისინი ამბობენ, რომ სასამართლოში არსებობს კლანი და როდესაც სასამართლოში არსებობს კლანი, შეუძლებელი არის ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომაც ეს 40 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და იყოს შესწავლილი ეს საკითხი. კი ბატონო, აი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ სინამდვილეში ამ ჯგუფს NGO-ებისა ინტერესი, ისევე როგორც რადიკალურ ოპოზიციას, ინტერესი სისტემის მოწყობასთან კი არა აქვს და რეფორმასთან კი არა აქვს და იმაზე კი არ საუბრობენ, რომ რაღაცა ნორმა ჯობია ასე იყოს თუ ისე, რაღაც პროცედურა ასე თუ ისე. ამას მიმართ კი არ აქვს ინტერესი. სინამდვილეში მათ მიზნად ყავთ ამოღებული რამდენიმე მოსამართლე და პირდაპირ იბრძვიან მოსამართლეების წინააღმდეგ, რაც ანტიკონსტიტუციურიც არის თავისი არსით, ვინაიდან ეწინააღმდეგება მოსამართლის დამოუკიდებლობას და არის ცდილობა მათზე ზეწოლისა. ეს არის საბოლოო ჯამში აი ამ განცხადებით, როგორც იქნა მივიდა ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებისა იქ, სადაც ვამბობთ ჩვენ თავიდან რომ ისინი იქ იყვნენ. მათ აინტერესებდათ არა ის მუხლი ასე იქნება ფორმულირებული თუ ისე სასამართლო რეფორმა, პროცედურები, ეს კი არ აინტერესებთ. ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ არის კონკრეტული მოსამართლეების მიმართ გარკვეული ქმედებები, ასე თქვა და ანგარიშსწორება და ჩამოცილება სასამართლო ხელისუფლებისგან და ასე არ ფუნქციონირებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა. რაც შეეხება ამ NGO-ების სამართლებრივ დასკვნებს კიდე მას შემდეგ, რაც ზოგიერთი NGO-სგან ჩვენ ვნახეთ საჯარო დასკვნები, განცხადებები იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით, ანუ კონსტიტუციური არის თუ არა პრეზიდენტის ქმედება, მათ სამართლებრივ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არათუ კითხვები არსებობს, ამიტომ თქვენ დასტური არის, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურ დღის წესრიგს მორგებული დასკვნები, რომელსაც საერთო არ აქვს საერთოდ სამართლებრივ კვალიფიკაციასთან და სამართლებრივ დასკვნასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გითხავთ, მოლოდინი არის ახლა, რომ დამამზადონ ამ დასკვნა მიიღოს პარლამენტმა. როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს თუ არა იმას, რასაც თქვენ ამტკიცებდით პროცესიც, რომ პრეზიდენტმა დაარღვევა კონსტიტუცია, არის ეჭვები, რომ შეიძლება იქ იყოს ხმების პრობლემა. სწორედ ამიტომ გიკითხებით ამას. ამის მერე ერთი სამეგრელო პროცესი არის, ამის მერე ის დაცვა. და როდესაც უკვე პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში და თუ გადმოინაცვლებს პარლამენტში, როგორ აპირებთ რამოდენიმე თავარი ქვეყნის თავისუფლებას და ხმების მობილიზება კი ბატონო, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნაში უნდა თქვას, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა თუ არ ვართ. ეს ერთი. ახლა დავფიქრდეთ ჩვენ 2010 წლის ჯერ კიდე საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც 13-ში ძალაში შევიდა და 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმების მთავარი მიზანი რა იყო? აბა გავიხსენოთ, რა იყო ხალხის დაკვეთა. განსაკუთრებით 2017 წლის რეფორმების დროს. ეს იყო სრულად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა. ეს არის ხალხის დაკვეთა, რომელიც იყო. ანუ ჩვენ გვაქვს ხალხის დაკვეთა, რომელსაც ვიცით რომ თქვა რომ უნდა ვიყოთ საპარლამენტო რესპუბლიკა, გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ამ დაკვეთის საფუძველზე იქნა ჩამოყალიბებული როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას რომ არის თუ არა ეს საკონსტიტუციო საპარლამენტო რესპუბლიკა. ანუ ჩვენ ვართ იმ ქვეყანაში, რომელიც ხალხის ნებას პასუხობს საპარლამენტო რესპუბლიკაში, თუ რაღაც სხვა სახის მოწყობაში, რაღაც მუტაციაში სხვადასხვა ფორმებისა. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება მოლოდინებს, ვერ გეტყვით, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენი პოზიციით წავდექით, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი, რომ ქართველი ხალხის პოზიცია, რომ უნდა იცხოვროს საპარლამენტო რესპუბლიკაში, ეს არის სწორი და ამას დაეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლო, ამიტომ მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ბოლო კითხვა მინდა. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს გადაწყვეტილებისა, იცით რომ მას შემდეგ რაც თუ კი დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო იყო კონსტიტუციის დარღვევა, ამ შემთხვევაში წამოვა მხოლოდ პარლამენტში კენჭისაყრელად საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს ფიცი აქვს დადებული საქართველოს კონსტიტუციას. ისევე როგორც სხვა შორის საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიციც იწყება, რომ ის დაიცავს კონსტიტუციას. თითოეულ წევრს ფიცი აქვს დადებული საქართველოს კონსტიტუციას. ახლა დადგება კითხვა, თუ კი და თუ სასამართლო იტყვის რომ დაირღვა, ესე იგი ეს ფაქტია, რომ დაირღვა. და თუ კი ეს ფაქტია, რომ კონსტიტუცია დაირღვა, რას უკან ნახებთ? მათი ფიცი, რომ იყვნენ საქართველოს კონსტიტუციის ერთგული. მათ უკან ნახებთ მათი ფიცი, რომ დაადასტურონ ეს დარღვევა, თუ მათი
ისინი ფიცს გადადებენ გვერდზე, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ, რომ კონსტიტუცია არ აინტერესებთ ხოლმე და იმოქმედებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნით, ვინაიდან ჩვენ გვესმის, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის და მათი მიზანი რა თქმა უნდა არის, რომ დატოვონ პრეზიდენტის თანამდებობაზე ადამიანი, რომელმაც თუ კი ამას ვიტყვი სასამართლო დადასტურებულად დარღვეული ექნება კონსტიტუცია და რაც თავად დარწმუნებული არ ვართ, რომ ამის შემდეგ ქალბატონი პრეზიდენტი არ იტყვის, რომ ის არ გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. ანუ თქვენ ოპოზიციას მოუწოდებთ, თუ სწორად ხედავ ახლა, რომ მათაც შემოგვიდნენ და უყურეთ მოწოდებას ავიჩერდა თქვენი მხრიდან. უყურეთ ასიხმადა მოწოდებას ავიჩერდა. უყურეთ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ესე იგი კონსტიტუცია დაირღვა, ხო ეს იქნება უკვე ფაქტი. და პარლამენტში მოლოდინი გამომდინარე იქიდან მაქვს, რომ ფიცი, როცა აქვს ადამიანს დადებული კონსტიტუციაზე და თუ კი დადგენილია, რომ ერთ-ერთმა კონსტიტუციურმა ორგანომ დაარღვია კონსტიტუცია და არა უბრალოდ რაღაც შემთხვევით გაურთხილებლობით არასეშენ, ანუ განზრახ მრავალჯერ და საჯარო დაარღვია და არც აპირებს ამის შეწყვეტას. მაგ მოლოდინი მაქვს მე რომ რაღაცნაირად თავის ფიცს გაიხსენებენ. შემიძლია კიდევ ერთხელ გაუგზავნო ფიცის ტექსტი, წაიკითხონ ეს ტექსტი და რა ვიცი, ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თავად მათი მიზანი, რა თქმა უნდა, ზუსტადაც ეს არის, რომ იყოს პოლარიზაცია, იყოს პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, ამით შემოიტანონ მუდმივი დაძაბულობა, აი ეს არის პოლიტიკური მიზანი. შესაბამისად, არჩევანი მათი იქნება, რომ პოლიტიკურ მიზანს გაყვებიან ისინი თუ საქართველოს კონსტიტუციას. ოპოზიცია იმქვია ამბობს, რომ ისინი არენდობიან საკონსტიტუციო სასამართლოს არენდობიან. უყურეთ ეხლა ეს ადამიანი სწორედ ქართული ოცნების ეს არის, რა ქვია. არა. ხო და ანუ ეს მეორე როგორ შეიძლება ეს არის კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაცია რომ უნდა ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი რა თქმა უნდა რაღაცას არ ეთანხმება, ამ დროს დისკრედიტირებას ცდილობს და ხა ეს არასერიოზული მდგომა. ექნება თუ არა, ბოლო კითხვა იყოს ყველას. მიჭირდა ვერ ვაყალიბდებდი ასეთ. ჩანჩირესთან დაკავშირებით სამოოპოზიციონერმა დეპუტატმა მომზადეს რეზოლუციის პროექტი. ისინი გმობენ რუსეთის მხრიდან ბაზების მშენებლობას, პროვოკაციად აფასებენ და რეაგირებას ითხოვენ თქვენგან, მათ შორის მთავრობისგან, რომ რეაგირება მოხდეს და მოწოდება იყოს რუსეთის მიერ უარი თქვას თავის განზრახვაზე. არ ვიცი, კიდევ არ ვიცი რა არის დაინიცირებული ერთი. რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას და ისე როგორც საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების პოლიტიკას, ამას სრულად ახორციელებს საქართველოს მთავრობა. თამაში სრულინდობა აქვს ჩვენ მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება თუ უსაფრთხოების სამსახურები და საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ამ პოლიტიკის შესაბამისად. ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებით მარგინალურ ოპოზიციონერებს რომ კონდეთ რაიმე ჯანსაღი აზრი ამასთან დაკავშირებით, ისინი საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასაც მიიღებდნენ ამ საკითხში. ბატონო, ამბობთ, რომ მთავრობა ახორციელებს სრულად საგარეო პოლიტიკას. ამით იმის თქმა გინდა და იმას ამბობთ, რომ პარლამენტის მხრიდან რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ხედავთ. იგივე მაგალითად მმართველი გუნდი რატო არ არის უბრალოდ არ ვიცი რა რეზოლუციაზე საუბარი რა ინცირებთ, არ ხედავთ ამის საჭიროებას. არა, საჭიროებას არ ხედავთ. ვინაიდან ჩვენი პოლიტიკა მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არის კაფიოდ განსაზღვრული, მათ შორის პარლამენტის რეზოლუციებით და ამ პოლიტიკის და სამთავრობო პროგრამის და ზოგადად ამ პოლიტიკის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, კაფიორი და ამ გეგმას და პოლიტიკას მოგვიყვება. ერთი კითხვა მეც მაქვს, ანუ იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ორი ომი, ხო, მაგრამ მოსათი უნდა ვიკითხო. იმ ფონზე, როდესაც ორი ომი მიმდინარეობს, ამ დროს სად არის საქართველო? აი ჩვენ მაგალითად ვახეთ, რომ 2024 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ბიუჯეტი არ იზრდება, ხო? ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის წევრის თქვენს ხართ, შეიკრიბა, არ შეიკრიბა, სად უნდა იყოს საქართველო? ანუ აი რა შეგიძლიათ გითხრათ, რას აკეთებთ ამ მიმართულებით? სად არის ამ დროს საქართველო? საქართველო ამ დროს, საქართველოში ამ დროს არის მშვიდობა. აი ეს არის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები და რასაც უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკა. მათ შორის და სწორედ ამაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვამბობთ ზუსტად მაგას, რომ გაიხედეთ გარშემო, რა ხდება ჩვენ ქვეყნის გარშემო ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობით. რა ხდება ჩვენ ქვეყნის გარშემო და ამ პირობებში საქართველოს სწორედაც იმას ახერხებს, რომ შენარჩუნებული არის
უსაფრთხოების ის სტანდარტი, რომელიც მნიშვნელოვანი არის მშვიდობიანი განვითარებისთვის და არ ხდება იმ რისკების რეალიზება, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მიმართაც აქვს სხვადასხვა არაკეთილმოსურნეს. ეს არის სწორედ შედეგი ჩვენი ხელისუფლების მოქმედებისა და პირიქით რომ ყოფილიყო და გაიხსენეთ ოპოზიცია რას მოგვიწოდებდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციებთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ისევე იქნებოდა ცეცხლში გახვეული და ერთ-ერთი ადამიანის სიტყვები რო გამოიყენო, აქ ზუსტადაც ის ცეცხლის წვიმა იქნებოდა, რომელსაც მაშინ ნატრულობდნენ და დღეს რომ მისტერიან სხვა ქვეყანაში მსხვერპლებს და საქართველოში ცეცხლის წვიმას რომ ნატრულობდა. აი სწორედ ეს ცეცხლის წვიმა ავაცილა საქართველოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს გამოწვევები რეალურია, ზუსტად ეს ფაქტები გვაჩვენებს ჩვენ სამეზობლოში რაც ხდება. არ ფიქრობ ბატონშალვა რომ თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოწვეული უნდა ყოფილიყო, თუნდაც თავდაცვის ბიუჯეტი არ უნდა იყოს ესე შემცირებული. ყველა ბიუჯეტი ზოგადად იზრდება, არა მხოლოდ თავდაცვის ერთი და მეორე რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებში კოორდინირებას, უპირველესი საბჭო რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში არის საქართველოს მთავრობა. რომელიც მათ შორის უსაფრთხოების საბჭოს წევრებისგან შედგება და დამატებით კიდევ მთავრობის წევრები არიან. რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს ყოველდღიური, ყოველწამიერი, ყოველწუთიერი კოორდინაცია პრემიერს მთავრობის წევრებთან, მათ შორის მათთან ვინც არიან უსაფრთხოების საბჭოს წევრები. ასე რომ ეს კოორდინაცია რომ მუშაობს და გადაწყვეტილებები რომ სწორია, აჩვენებს შედეგები. ხო, შედეგებით ითვლება ყველაფერი. დღეს საქართველოს რეგიონში არის იმ პირობებში რომ არის ორი რეგიონი ოკუპირებული, ინარჩუნებს უსაფრთხოების იმ დონეს, რომელიც მნიშვნელოვანი არის მშვიდობიანი განვითარებისთვის. მადლობა. ტექნიკური კითხვები, კადრები რომ გამოგიგზავნოთ ხსნების ნახავთ თუ ნანახი გამოსულიყო. არ მაქვს, შეგვიძლია გამოგზავნოთ. მოგაწოდოთ. ჟურნალისტური გამოძიება.